ძალიან დატვირთული ვარ მძიმე ემოციებით. დღეს დილით გავედი, როგორც იცით, ჩემ ქუჩაზე მოხდა საშინელი მკვლელობა, რომელსაც 17 წლის ბიჭი შეეწირა, არაფრის გამო, ამაზე ოდნავ მოგვიანებით და ყველა დეტალი გავარკვიე, სად მოხდა სროლა, რატომ მოხდა. ამბავი ალბათ უკვე იცით. ეს ახალგაზრდა ბიჭები, ბავშვები იყვნენ შაინძის ქუჩაზე. ბარნოვის ზემოთ არის იქ ვინმე დოდოს სასტუმრო და ამ სასტუმროს წინ მანქანაში ისხდნენ. არ ვიცი მე რას ხმაურობდნენ, ან მანქანიდან რა სიცილი ისმოდა ასეთი, რომ გამოუვარდა ამ სასტუმროს მფლობელის შვილი იარაღით და ამ დროს დაძრეს მანქანა და უკნიდან ესროლა. მანქანის უკანა საქარე მინა არის აბსოლუტურად დაცხრილული. და ტყუია მოხდა კიდევ ერთ ქალს, რომელიც უბრალოდ სხვა ტაქსით მიდიოდა. მანქანა ტაქსმა გააჩერა შანიძის და ბარნოვის კუთხეში ოდნავ ქვემოთ და ბიჭებმა ჩამოაგორეს მანქანა ხორავას და შანიძის კუთხეში. და ეხლა ვნახე ის არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ჩემი მეზობელია და მან მომიყვა ყველაფერი დეტალურად. ეს ბიჭი, 17 წლის ბიჭი, 15 წუთის განმავლობაში როგორ იყო უგონოდ მანქანაში. პოლიცია მოვიდა, ძალიან დაბნეულები როგორც ჩანს, დაეტაკნენ ვიღაც ამ ბიჭს, არ ვიცი, მე არ ვიცი ხა აქ რა პროცედურა პოლიციას სასწრაფოს მოხლამდე რისი გაკეთება შეუძლია, რა დახმარების გაწევა შეუძლია, ამას კიდე გამოვიკითხავ, მაგრამ ამაზე ეხლა დანამდვილებით ვერაფერს ვერ ვიტყვი. მოკლედ ძალიან დაბნეულები დადიოდნენ აქეთ-იქეთ და რაც მოახერხეს ეს იყო ჩვენი უბნელის დაჭერა, რომელიც პუდელით მოდიოდა და ოდნავ ნასვამი იყო. ესე მითხრეს, ჩასვეს ეს კაცი წიხლებით მანქანაში და პუდელი მიაბეს ბოძზე და ამ დროს ეს ყველაფერი რო ხდება ხალხო. 17 წლის ბავშვი უგონოდ არის მანქანაში. ორი ბიჭი გადმოსულია და ერთი ყვირის დახმარებას ითხოვ ჩემმა მეზობელმა თიკო დაეხმარა, იმიტომ რომ გამოცდილება ქონდა ასეთ საქმეში. არ მიყვარს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დროს იბნევიან. ეს ბიჭი აი ესე მანქანაში არავინ არ აქცევს ყურადღებას და შემდეგ თვითმხილველმა თქვა, რომ ბოლოს თქოს გონზე მოვიდა და ტკივილით საშინლად ყვიროდაო ტკივილის გამო. და გამეხარდაო, რომ მეგონაო, რომ გადარჩებოდაო. აი ამ დეტალმა საერთოდ მომსპო. და შემდეგ მოვიდა სასწრაფო, გადაიყვანეს ყველა. ხალხო, 17 წლის ბიჭი, აი აბსოლუტურად არაფერს არ შეეწირა. აი თქვენ წარმოგიდგენიათ, ამ ბიჭის დედები ვართ დღეს ყველა დედა ვართ ამ ბიჭის დედები. ჩემმა შვილმა, ჩემმა 17 წლის შვილმა იმ პერიოდში იქ ჩაიარა და მასა ჩემსულსაც შეიძლება მოხვედრო და ბრმატყვია. ისევ როგორც ბრმატყვია მოხდა აი იმ ტაგში მჯდომ ქალს უკნიდან. როცა ეს დამნაშავე, რომელიც როგორც ამბობენ ორჯერ იყო დაჭერილი და ციხიდან რატო გამოუშვეს და საერთოდ იარაღის ტარება როგორ შეეძლო ამ ტიპს. ნუ თუ არავინ არ იცოდა, სამეზობლოში არ იცოდნენ. ოჯახმა არ იცოდა, რომ ფსიქიურად გაუწონა სწორებელი.
ატარებდა იარაღს. ნუ თუ ეს არ იცოდა დედამისმა, არ იცოდნენ მეზობლებმა, არ იცოდა უბნის პოლიცია. მე ხო ვერ დამაჯერებთ ამაში, რომ ეს არ იცოდნენ. უკვე ხო ხვდებით, რომ ბრმა ტყვია, რომელსაც წარმოშობს ამ ქვეყანაში კორუფცია, დაუსჯელობა, კრიმინალთან კავშირი, ყველაფერი ერთად. შეიძლება მოხდეს თქვენს შვილს, თქვენი ოჯახის ნებისმიერ წევრს, თქვენ 250 ჯარიმა ქონდა იმ თავგასულ კორუმპირებულ ტენდერშიკს, რომელიც იყო მეგობარი პოლიციის უფროსის, რიგით პატრულს მისი გაჩერება არ შეეძლო და რომელმაც შეიწირა ანგელოზივი დედაშვილი. ეს არის კორუფციის, თავგასულობის, დაუსჯელობის შედეგი, მეგობრებო. მაგიტომ გეუბნებოდით და გაფრთხილებდით, რომ არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკაში ჩართულები ხართ თუ არა. თქვენამდე მოაღწევს ბრმა ტყვია, ნასვამი კაცი მანქანაზე, რომელსაც არ ართმევენ მართვის მოწმობას და არ სვამენ ციხეში, იმიტომ რომ ტენდერშიკია, იმიტომ რომ გავლენიანი მეგობრები ყავს, იმიტომ რომ პოლიციის უფროსთან მეგობრობს და იმიტომ რომ კრიშა ყავს ზემოდან.